ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში. მოგესალმებით, ვაგრძელებთ მესამე ივერიას, განვიხილავთ სულხან საბას და ვახტანგ მეექვსეს პოლიტიკურ შეხედულებებს, რომლებსაც სამართლიანად უწოდეს რეფორმატორები. სულხან საბა მოინათლა კათოლიკური წესით, გაახდა გულწრფელი კათოლიკი, მაგრამ მართლმადიდებლობის უარყოფაც ვერ შეძლო. მიზეზი ვერ იპოვა, ისიც უნდა და ისიც ორივე მოწონს. სიბრძნესის სუისაში მეფე თავისი მხოლოდ შობილი ვაჟის ამგზნელად აიყვანს ბრძენს ფრანგული სახელით ლიონი, რომელსაც ხის ძირში ბუდასავით წამოწოლილს იპოვის. სულხან საბას მართლაც ტიპონივით უდგას ცალიფეხი აღმოსავლეთში, ცალი დასავლეთში. ცალიფეხით ილუზიაში და სიმთვრალეშია, ცალით რეალობაში და სიფხიზლეში. აღმოსავლეთი ყოფიერების მორალური მხარია, დასავლეთი კი პოლიტიკური. ბუდა სიმბოლოში ისა თქმა უნდა ქართულ სულიერებას გულისხმობს. ბუდა პოპულარული პერსონაჟი იყო აღმოსავლეთში. ის ქართულ ზღაპრებშიც ხშირად ფიგურირებს, როგორც მაწანწალა, უპოვარი ბრძენი, მეფეებს უჭკუა სასავლის და ქართული მართლმადიდებლობაც ბევრ საერთოს პოულობს ბუდიზმთან. ძალიან ზოგადია ეს მსგავსება. მაგალითად, ბუდაშიც ადამიანი და ღმერთი ერთადაა. პრინციპი განსხვავებულია. იესო თუ ღმერთი დაიბადა ადამიანად, ბუდა ადამიანად იშვა და ღვთაებრივ სრულყოფილებას მიაღწია. გასხივოსნდა, მაგრამ ადამიანის და ღმერთის ერთობა აქაცაა და იქაც. ეს გადამწყვეტია ქართული მორალისტვის, რომელიც ყოველთვის მეგობრობდა ადამიანთან და ეს გამოიხატება მის სენტიმენტებში. ბუდაც ასეთია, მან სრულყოფას მიაღწია, ნირვანაში გადაინაცვლა, მაგრამ შემდეგ ადამიანთა სიმრავლეების გამო მიწაზე დაბრუნდა, ვერ მიატოვა გაჭირვებაში ადამიანი, სენტიმენტები მოეძალა და ბოლოს ადამიანური სიკვდილით მოკვდა, შვიდად მიიძინა, სინდისის კენჭნა აღარ უგრძნია. მასშიც იგივე წინააღმდეგობა, პიროვნული სრულყოფა და სინდისი ხშირად კვეთავენ ერთმანეთის გზებს. ერთის მხრივ ის ამბობს ადამიანის მთავარი მიზანი გასხივოსნება ნირვანაში, სამოთხეში მოხვედრაო, მაგრამ მეორეს მხრივ ამას ეგოისტობად უთვლის ადამიანს. არის ასეთი იგავი, ერთმა კაცმა 25 წლიანი მედიტაციით მიაღწია სრულყოფას და გასხივოსნდა. მან უთხრა ბუდას, რომ შეძლო წყალზე გავლა. რამდენი წელი მოანდობი ამას ეკითხა ბუდამ? 25 წელიო. ხიდი აგეშენებინა, სხვას გაივლიდაო, ასეთი იყო ბუდას პასუხი. ძალიან ჰუმანურია. არ არის მებრძოლი ღმერთი იმ მოტივით, რა მოტივითაც ფსევდო დიონისი არეოპაგელი ამბობს, ბრძოლი აღარ არის კეთილიო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ერის მამამ, სულხან საბამ, მაინც ევროპული რწმენის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. სულხან საბას და მისი აღზრდილის ვახტანგ მეექვსეს მიზნებით ამ მხედრაში უფრო ევროპასთან მოვიდნენ. შესაბამისად, ევროპულ ნაწილშიც აქ ქართული ყოფიერება იგულისხმება, რაც გამოიხატება არა მხოლოდ საერთო სარწმუნოებრივი მსგავსებით, არამედ პოლიტიკურ ინტერესებშიც. ანუ აზიური სიმბოლიზმი სადღაც მაინც გადაწონა პოლიტიკურმა ინტერესმა, რადგან ერის ყოფნა არ ყოფნა იყო იმ პერიოდში დამოკიდებული. ქართველ რეფორმატორებს მოსვენებას არ აძლევდა ტექნოლოგიური საკითხები. მათ დიდი სურვილი ჰქონდათ, გარკვეული იყვნენ სტრუქტურებში, ინსტიტუტებში, სისტემებში. მაინც როგორია მომავალი ივერია მათთვის, როგორ ქვეყანას აშენებენ ისინი. დააკვირდით, იმ იგავში მეფემ რომ ბუდასავი დღის ძირში წამოწოლილი ფრანგი აიყვანა მასწავლებლად, მეფე დამოუკიდებელი პოლიტიკური მმართველია. საკუთარი ქვეყნის პატრონი, ევროპა კი მართვის მასწავლებელი, განათლების წყარო. მასწავლებელს აქვს აღმოსავლური კულტურის ღრმა ცოდნა და პატივისცემა, არ ასხვავებს დასავლეთს და აღმოსავლეთს და პატრიოტად ემსახურება მეფეს, ეხმარება ქვეყანას აღორძინების, ფიქსეული მომავლის აღზრდის საქმეში. მეფეს გამუდმებით უჩიჩინებენ, რომ ეს მასწავლებელი ცუდად ექცევა უფლისწულს, არ ზოგავს, ცემს, მისი, ანუ მომავლის მოკლა უნდაო, ასე ეუბნებოდნენ. რა თქმა უნდა, იყვნენ ქართულ საზოგადოებაში ისეთებიც კათოლიკურ მისიებს რომ არენდობოდა და მათ მოღვაწეობას ეჭვის თვალით უყურებდა. მაგრამ მეფე გაგებით ეკიდება უცვლელი სახირებებს, აღზრდის მისეულ მკაცრ მეთოდებს იწყალებს, რადგან ჯერ ამის ენდობა. ვახტანგი აცნობიერებდა, რომ ტექნოლოგიების განვითარებას და მასზე სახელმწიფოს დაშენებას მკაცრი წესრიგი ჭირდებოდა. სულხან საბამაც ზედმიწევნით იცოდა ამ წესრიგის ამონჩავანი.
ლექსიკონის შემქმნელი იყო კაცი. ლექსიკონის დალაგებაზე რთული საქმიანობა ძნელად თუ მოიძებნება ამ ცისქვეშეთში. ანუ რეფორმატორების ახალი იბერია გულისხმობს ქართულ სამეფოს, რომელსაც კულტურული ერთობა აქვს ევროპასთან, განსაკუთრებით განათლების სფეროში. რეფორმატორები აღიარებენ ამ განათლების უპირატესობას, რადგან მის დამსახურებად მიაჩნდათ ევროპის ცივილიზაციური წინსვლა. და ეს ასეც იყო. მორალური თვალსაზრისითაც მისაღები იყო ეს განათლება, რომელიც არის ძალიან პრაქტიკული, როგორც ილია ამბობს, ცხოვრებაში გამოსადეგი ცოდნა და ეს უკვე სიკეთეა. ქართველებს სჭირდებოდათ ევროპული ტექნოლოგიები, რადგან ხედავდნენ, რომ ტექნოლოგიების განვითარებას ქვეყნის სიძლიერე მოქონდა. ვახტანგ მე-6-ს მიერ სტამბის დაარსება და ეგრეთ წოდებული სამეცნიერო საზოგადოების ჩამოყალიბება დიდი ნაბიჯი იყო ამ ტექნოლოგიური განვითარებისკენ. რეფორმატორები ხედავდნენ, რომ ძალიან შორს იყო ევროპა წასული ძლიერები და თუ უნდათ ახალ გლობალურ სამყაროში გადარჩენა, არ უნდა ჩამორჩენილიყვნენ, უნდა განვითარებულიყვნენ. ხოლო თუ ჩამორჩენა არ უნდათ, ევროპის სივრცეში უნდა გადაბარგებულიყვნენ. სულხან საბათს არჩევან ზუსტად აქტიური ინსტიტუტის სასარგებლოდ აკეთებს, რადგან ხედავს, რომ ქართულ რწმენას ერთი დიდი სისუსტე აქვს. ის პიროვნული ინიციატივაზეა დამოკიდებული. თუ არ მოუნდა მას, გვერდით არ დაგიდგება. რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ეკლესია პასიურია. პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის ეფექტური იარაღი ხალხის მობილიზების საქმეში. ანუ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინსტიტუციური განვითარება სახელმწიფო. სიძლიერე ნიშნავდა თავისუფლებას და შესაბამისად მშვიდობას ქვეყანაში. რაც ჰაერივი ჭირდებოდა ივერიას, ივერიულ სულიერებას. და ხალხიც უჭერდა ვახტანგ მე-6-ს ხარს, უმთავრესად იმიტომ, რომ პროგრესისადმი ქართველების თანდაყოლილი ტოლვა და თაყვანისცემა ვატიკანზე მათ სულიერ დამოკიდებულებას იწვევდა. მაგრამ სამწუხაროდ, რაც წიგნში გადაწყვეტადია, პოლიტიკაში გადაუჭრელი აღმოჩნდა, პოეზია აღმოჩნდა ჯოხი ინტელექტუალურ ბორბალში. შენ კი ამბობ ისიც და ისიც, მაგრამ არ გამოდის პოლიტიკაში ისიც და ისიც ერთად. ხედავს ამას სულხან საბა. ამას ამბობს ევროპაც. ეს ორი საპირისპირო მხარე გამორიცხავს ერთმანეთს. უნდა აირჩიო ან ის. კათოლიკური რწმენა დევნი და განსხვავებას ის ბოროტებად მიაჩნდა. ამის შესახებ ერთხელ უკვე ვისაუბრეთ. არ გვაწყენდა გახსენება. საერთოდ არჩევანი ისიც და ისიც, როგორც ადრე აღვნიშნეთ, დაფუძნებულია მართლმადიდებელ მორალზე, სადაც იესოს არ გააჩნია რელიგიური კუთვნილება. მას ვერავინ მიისაკუთრებს. ოთხკუთხედი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ერთ კონკრეტულ ფიგურაში ვერ მოათავსებ. ხომ ასეა? ყველა ოთხკუთხედს, კვადრატს, რომბს, მართკუთხედს, ტრაპეციას და ასე შემდეგ ერთ ფიგურაში ვერ გააერთიანებ. ასეა იესოც. ჩვენებურად ის არის რთული ჰიპოსტაზი, რაც იმას ნიშნავს, რომ იმდენად მრავალფეროვანია ერთ კონკრეტულ მოძღვრებაში მას ვერ დაატევ. თუმცა მისი სული ყველაფერშია, კვადრატიც და რომბიც ორივე ოთხკუთხედია. ამ წესით იესო ყველას და ყველაფერს მოიცავს, როგორც შემოქმედი, როგორც წყარო, ზესავით მოეფინება ერთდროულად ყველას. შესაბამისად, კულტურულ მართლმადიდებლობას აქვს უნარი მოიცვას ყველა რელიგია ისე, რომ თვითონ რეალობის მიღმა დარჩეს, არ იარსებოს როგორც კონკრეტულმა რელიგიამ. ივერიელი ფიქრობდა, ის განსხვავებულია, მაგრამ მაინც ოთხკუთხედია. მართალია ის კათოლიკია, მაგრამ მაინც ქრისტიანია. ანუ განსხვავება თავისთავად ბოროტებას არ ნიშნავდა. ძველი კათოლიკისთვის კი იესო წყარო კი არა, ნიმუშია. მასთან მსგავსების ეტალონია დაუშვათ კვადრატი. საკუთარ თავსაც მასთან აიგივებ. რაც კვადრატი არაა, ანუ რაც მისგან განსხვავებულია, დამახინჯებული კვადრატია. ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ის დაამსგავსო კვადრატს, გახადო კვადრატი. ამიტომ ის არასოდეს იტყოდა მერე რა, თუ მართლმადიდებელია, მაინც ქრისტიანია. მისთვის განსხვავება ბოროტებას ნიშნავდა, ამიტომ დევნიდა მას, რასაც ის აკეთებს ლოგიკის მეშვეობით, რომლის ერთადერთი ფუნქცია ზუსტად წინააღმდეგობის პოვნა და გაუნებელყოფა. და ამ საქმეში ის უსაშველოდ ეჭვიანია. დეტალურად უნდა აღწეროს საგანი, ყველა მხრიდან უნდა შემოუაროს, ჯერ უნდა დაასაბუთოს, რომ ეს ნამდვილად ოთხკუთხედია, მერე დაადგინოს არის თუ არა ის ნამდვილად ოთხკუთხედი, რაც ოთხკუთხედივით გამოიყურება, უნდა დააზუსტოს კონკრეტულად რომელ ოთხკუთხედთან აქვს საქმე და ასე შემდეგ, 1000 წვრილმანი უნდა მიმოიხილოს და ყველა განსხვავება აქციოს იგივეობად. სულხან საბას არ მოწონს კათოლიკეთა ეს ეჭვიანობა და ყველა წვრილმანში ყოველ კუთხე კუნჭულში ეშმაკის ძიება, რადგან იცის ამის შედეგი ის იქნება, რომ ადრე თუ გვიან ყოველი ფარდის უკან მართლაც აღმოჩნდება ვიღაც, როგორც ეს მოხდა ერეკლეს დროს. რა თქმა უნდა, ეჭვზე დაფუძნებული აზროვნება ბადებს უნდობლობას და კონტროლის მექანიზმებს, რაც სულხან საბასთვის ჭეშმარიტებასთან დაახლოებას სულაც არნიშნავს. მაგალითად, ერთი გავში მეფე გადაწყვეტს მოინახულოს თავისი მარანი. დახვდება ზედამხედველი და დაათვალიერებინებს შინახულს. ხედავს მეფე ჭურთან დევს პატარა ჯამი. ეგ რა არისო, იკითხავს. ეგ მეფეო, ხანდახან ნაჯაფს ერთ ჯამ ღვინოს გიახლებით ხოლმეო და რაჯი მეუგებს.
მეფე იფიქრებს ასე მთელ ღვინოს დამილებსო და ამ მარნის ზედამხედველს დაუნიშნავს კიდევ ზედამხედველს. გამოხდა ხანი და მეფე ისევ ესტუმრება მარანს, ხედავს ახლა ჭორთან ერთის მაგივრად ორი ჯამიდებს. ამიგავის მორალი ისაა, რომ კონტროლში უფრო მეტი ღვინო, იგივე ჭეშმარიტება იკარგება ვიდრე ნდობაში. რაც მეტია ბაკონტროლებელი, მით მეტია ქურდობა. რაღაც კი ყოველთვის იკარგება აქაც და იქაც, ასე ფიქრობს სულხან-საბა. მას არც ტოტალური იერარქია მოწონს, კათოლიკეებისთვის ეტიკეტია მთავარი ყველაფერი გაწერილი აქვს, რაც გამოკვეთს იერარქიას და ეს სულხან-საბას ქედმაღლობის დემონსტრირებად მიაჩნია. მოგზაურობაში მას აღწერილი აქვს უმაღლესი დონის შეხვედრები კარდინალებთან და სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირებთან, სადაც გულისწვეთით ამბობს, თუ არი ახელი არ მოგიახლებაო. ქართველი რომ ჩამოულის ყველას მარჯვნიდან მარცხნივ და გადაკოცნის ისე რომ ვინ მაღლა დგას და ვინ დაბლა ხარისხით არ მიაქცევს ყურადღებას, ასე არა ევროპელთან. ყველასთან და ყველაფერში იგრძნობა სუბორდინაცია, ყველაფერს თავისი ადგილი, წესი და რიგი აქვს. ეს წესი და რიგი საბოლოოდ დაარღვევს ადამიანურ თანასწორობას და კლავს თავისუფლებას. არ მოწონდათ ქართველებს თავისუფლების შეზღუდვა. ქართული ფოლკლორი აჩვენებს რამდენად აქტიური იყო შემოქმედებითად, პოლიტიკურად და მორალურად ქართველი ხალხი. ეს იმის გამოა, რომ ივერიალისთვის, როგორც ვთქვით, მადლის სიტყვის სახით კი არ ეშვება კიბეზე და ჩამოივლის ამას რიგრიგობით მთელ საფეხურებს, არამედ სიყვარულიდან მოდის. ის მზესავით მოეფინება ყველას ერთდროულად ვარდსაც და ნეღვსაც ყოველგვარი იერარქიის და რიგის გარეშე. როგორც იოანე დამასკელი ამბობს, მადლი ყველასთვის თანაბრადაა, რაც მორალური თვალსაზრისით თანასწორობისა და პიროვნების თავისუფლების გაცილებით მაღალ ხარისხს გულისხმობს. ამიტომ არ მოწონდათ მათ რუსთველი, სხვათა შორის ზუსტად კათოლიკური ეკლესიის დიდი წვლილია იმაში, რომ ქართულმა ეკლესიამ ნენელა კავშირი გაწყვიტა რუსთველთან. ამის მთავარი ინიციატორი ანტონ კათალიკოსი იყო. მაგალითად, მისმა თანამოაზრემ და მარჯვენა ხელმა ტიმოთე გაბაშვილმა, რომელიც ასევე გულმხურვალე კათოლიკი იყო, იერუსალიმში იმოგზაურა, რაც აღწერა ნაწარმოებში მიმოსვლა. მასში საუბარია რუსთველის შესახებაც. ის ამბობს, ჯვარის მონასტერი დაძველებულა და გუმბათს ქვეით სვეტნი გაუახლებია და დაუხატვინებია შოთამს რუსთველს, მეჭურჭლეთუ ხუცეს. თვითონაც ჩიქხატია მოხუცებული. საინტერესო ისაა, რომ ამ ხელნაწერის კიდეზე არის გაკეთებული ერთი შენიშვნა. რუსთველზევე ამბობს, თქმელი ლექსთა ბოროტთა, რომელმა ასწავლა ქართველთა სიწმინდისაწილ ბილწება და გარყონა ქრისტიანობა, ხოლო უწინარეს ჩვენთა უმეცართა საღვთო თარგმნეს ბოროტი ლექსი მისი. აღწერა ქალისავისთვის მე, თვალი მელნისა, პირი ბროლისა, ხაწვით ძოწისა და ამის გამო დედანიქ საქართველოსანი ხატად ღმთისა შექმნილსა სახისა წილ ფერად და წამალთა იცხებენ და მიცვალებულთა თმათა მოიბმენ საბრხეთ სულთაო. ისიც აგულისხმოა, რომ ეს მარგინალური აზრია ტიმოთეს ხელნაწერის კიდეზე გაკეთებული აღნიშნული მინაწერი ტექსტში არ შესულა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში კერძოდ ეგრეთ წოდებულ ანტონისეული რეფორმის დასაწყისში კულტურასთან პირდაპირ შეტევას ეკლესია ჯერჯერობით ვერ ბედავდა, გულში იმარხავდა წყენას და სიძულვილს საკვირაო წირვაზე თუ იქა დაგებდნენ ლები. მაგრამ ეს დამამცირებელი რიტორიკა დროთა განმავლობაში თანდათან გაიზარდა, გაფართოვდა, გავრცელდა და საბოლოოდ ისე გაძლიერდა მთელი საზოგადოებრივი ცნობიერება დაიპყრო. რუსთველი საარშიყო ლექსის დონემდე დაიყვანეს. პოეზიას წაართვეს მათივე სიტყვებით, რომ თქვათ, სიბრძნის დამარხვის უფლება. მე-19 საუკუნის დასაწყისშიც კი თვითონ ეგრეთ წოდებულ ინტელექტუალურ ელიტაშიც გავრცელებულია რუსთველთან ეს კნინობითი დამოკიდებულება. იოანე ბატონიშვილი ამას განიცდის. მაგალითად, კალმასობაში იოანა ბერი ერთგან გიორგი ერისთავთან საუბარში საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად რუსთველი სტროფებს მოიშველიებს. კოკასაშინა რას წადგას, იგივე წარმოდინდებაო. ერისთავი შენიშნავს, ბერო რა შენი საქმეა საარშიყო წიგნების სწავლაო, რაზეც იონა მიუგებს, ვეფხისტყაოსანი სწორედ ზნეთ სწავლულება არს და ვინც როგორ იხმარებს, იმ ნაყოფს გამოიღებს. ეს პროპაგანდის წესია, რომ სიბრძნე დაიყვანოს მასხარაობამდე და არშიყობამდე, ჰუმანიზმი დაიყვანოს მამართმავლობამდე, როგორც დღეს აკეთებენ ჩვენი ეკლესიის მამები და ქვეყნის ხელისუფალნი. იგივე ხელწერაა. კათოლიკებმა წამოიწყეს ეს საქმე და მერე რუსებმა საერთოდ დანასესხლად წაკიდეს ქართული ეკლესია და რუსთველი ერთმანეთს. ისინი ვერ ეგუებოდნენ რუსთველის სილაღეს და თავისუფლებას. მათ ჭირდებოდათ მორჩილი და მსახური ხალხის იდეოლოგია. არ დაგვაგვიწყდეს, რომ ამ ეპოქის მსოფლიო პოლიტიკის წარმართველი კონცეფტი იყო იმპერიალიზმი. ეს იმპერიალიზმი შეიარაღებული იყო მაღალი განმანათლებლური იდეებით, რომელიც ძირითადად სოფხედელობა იყო და გადაგებდა ევროპოცენტრულ მესიანისტურ იდეებს.
მთელ მსოფლიოში განათლებული ევროპული ცივილიზაციის შეტანის აუცილებლობას. მე-17-18 საუკუნეების მიჯნაზე ესაზროვნება რწმენას უკვე უყურებდა როგორც რელიგიას, ანუ როგორც ეფექტურ იდეოლოგიურ ინსტრუმენტს იმპერიის ხელში. ამ ევროპულ იმპერიალიზმს დაემყარა პეტრეს რუსეთიც. პროპაგანდა არ იყო რუსული გამოგონება. იდეოლოგიად გადაქცეულ სარწმუნოებას უპირველესად, როგორც ვთქვით, იყენებდნენ პიროვნებაზე ზეწოლის იარაღად. ყველა უნდა გამხდარიყო ერთიანი მექანიზმის საჭირო დეტალი. ანუ, თუ კი კათოლიკური წესრიგისთვის იერარქიულობა იყო დამახასიათებელი, მორალურ კიბეზე ყველას თავისი ჭეშმარიტი ადგილი უნდა დაეჭირა, რომ თითოეული გამხდარიყო ღვთის სიტყვის კამტარი, რომელიც შემოდიოდა იერარქიაში გარედან, როგორც მამოძრავებელი, იგივე საკეთებდა რაციონალიზმიც. ოღონდ მისი სისტემა არის ერთგვარი მექანიზმი, ძრავა, რომელსაც საკუთარ თავში აქვს მამოძრავებელი და რომლის სრულფასოვანი მუშაობისთვის ყველა დეტალის თავის ადგილზე ყოფნა აუცილებელი. იმპერიის ყველა სუბიექტი იყო ერთგვარი ჭანჭიკი ამ ძრავაში. ერთსაც და მეორესაც ჭირდებოდა სრული მორჩილება. ამ წესრიგებში ადამიანზე მაღლა მიზანი იდგა. მართლმადიდებლობა კი ძლიერ პიროვნებას ეყნობოდა, როგორც ამას რუსთველი ასწავლიდა. პიროვნება და იმპერიული სისტემა ძნელად ეგუებიან ერთმანეთს. სისტემისთვის პიროვნება არის ჯოხი ბორბალში. რთულია მისი გამოყენება და ამას უხანსაბაც ხედავდა. ესმოდა, რომ ამის გარეშე სისტემა სრულფასოვნად ვერ იმუშავებდა. ადამიანის როლის დამცირება ზრდის პოლიტიკური სისტემის ეფექტურობას და წარმატების შანსებს ბრძოლის ველზე. ვახტანგ მე-6-ს ფუნდამენტური ცვლილებები აქვს ჩაფიქრებული და უკან დახევასაც არ აპირებს. ის მიისწრაფვის სახელმწიფოებრიობისკენ, სისტემურობისკენ, ამიტომაც მოიწვია საეკლესიო კრება. მაგრამ ეს მისთვის დაუძლეველი პრობლემა გახდა, რადგან თვითონ იყო პოეზიის ტყვეობაში. რაც გულისხმობს მართვის პლატონურ სტილს და რასაც რუსთველის მიბაძვით სიბრძნე დავარქვით. ამ მოდელში წესრიგის გარანტი იყო ბრძენი განათლებული მეფე. სიბრძნე არ არის აკადემიური ცოდნა, ის არის სწავლება, მისი ბუნება ევრისტიკულია. მაგალითად, პოეზიას თუ ისწავლი, კარგად უკვე განათლებული მეფე ხარ. ეს ინტელექტუალური სარჩული უდევს შენს უნარებს, რომლის დახმარებითაც წინასწარი მომზადების გარეშე ახერხებ რთულ მოვლენებთან გამკლავებას. ერთის მხრივ მართვის ეს წესი ივერიაში მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რადგან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების განმაპირობებლებს უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით და როდის რა დაგვეცემოდა თავში არ ვიცოდით. ამიტომ გამოუვალ მდგომარეობაში სხარტი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღები პირი, რომელიც ჭკუას არ ეკითხება არავის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ქართველებისთვის. თუმცა ეს მეფის ერთპიროვნულ ნებაზე ქვეყნის დამოკიდებულება, როგორც ვთქვით, გამორიცხავს სისტემურობას, ინსტიტუციონალიზმს და მყარი სამეფო პოლიტიკის განვითარების პერსპექტივას. მეფე თუ ჩავარდა, ყველაფერი იღუპება. ვახტანგი ცდილობს ცენტრალიზებული გახადოს ქვეყანა, სახელმწიფოს რელსებზე გადაიყვანოს ევროპული წესით, მაგრამ რამდენჯერაც ამას დააპირებს, იმდენჯერ აღმოსავლური ტირანია გამოუდის, რადგან არ აქვს გაცნობიერებული, რომ მეფე და კანონი ერთია. თუ მართლაც გინდა სამეფო გადააქციოს სახელმწიფოდ, სოფელი კი ცივილიზაციად, მაშინ სისტემა, ანუ სამეფო უნდა დაეყოს კანონს. მეფე კანონზე მალაგე არ უნდა დადგეს, უნდა გაიგივდეს მასთან. სახელმწიფო იქიბადება, სადაც მეფე გამოხატავს კანონს, რისი ნიშნების მოგვიანებით ერეკლეს მმართველობაში გამოჩნდა. ივერიის ყველა მეფეს თავისი კანონმდებლობა ჰქონდა. მაგალითად, დავით გურამიშვილი აღთხოვანებას ვერ მალავს, რომ პეტრე დიდის კანონები მისი სიკვდილის შემდეგაც მუშაობს, რომ მკვდარი მეფის ანდერძის მიხედვით მიმდინარეობს ვაჭრობა, დუქან ბაზრობა, ლაშქრობა და ასე შემდეგ. ამ ამბით მისი გაოცება ქართული სამართლის სავალალო მდგომარეობის ასახვაა. ბოლო საუკუნეებში ქართული სამეფო ისე არასოდეს ყოფილა გამართული, რომ ერთი მეფის დადგენილ წესებს მისი სიკვდილის შემდეგაც ჰქონოდათ გატანა. ყველა მეფეს თავისი კანონი ჰქონდა, რომლის მთავარი გარანტორი იყო წყევლა. როდესაც ამ ეპოქის მეფეები სიგელს გასცემდნენ, გადაწყვეტილების აღსრულების გარანტად წყევლას გააყოლებდნენ ხოლმე. ვინც ეს სიტყვა გატეხოს, მის ოჯახს არ ეღისოს, გახარებაო და ასეთებს. მან შექმნა საკანონმდებლო ბაზა, ეგრეთ წოდებული დასტურლამალი, რომელიც ვახტანგ მე-6 სამართლის სახელითაა ცნობილი. როგორც ამბობენ, ეს სამართალი გაცილებით უფრო ჰუმანურია, ვიდრე იმ პერიოდის ევროპული კანონმდებლობა. ამის გამო მას ზორჯულდებელიც კი შეარქვეს მოსესავით, მაგრამ კანონზე მაღლა დგომის პოეტური ჩვევა მაინც ვერ მოიშალა. არ უსმენდა არავის და არაფერს, მარტო თვითონ იცოდა, რასაკეთებდა. ერთი სიტყვით, რუსთველისეულის სიბრძნე არ იყო ეფექტური პოლიტიკური ინსტრუმენტის ზარბაზნების ეპოქაში. სიბრძნის ეს თავნება ხასიათი არ იძლეოდა ძლიერი სამეფო ინსტიტუტების გამართვის საშუალებას. ვახტანგ მე-6-ემ პროგრესული კანონები კი შექმნა, მაგრამ კანონზე მაღლა დგომის პოეტური ჩვევა ვერ მოიშალა. დარც მართვის საკითხებში განუცდია პროგრესირება. ასე ამბობდა, როგორც იხვის ჭუკს არ ჭირდება ცურვის სწავლა, ისე მეფედ დაბადებულს არ ჭირდება სამეფოს მართვის სწავლა.
მან ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ ქვეყანაში ინტელექტი ყოფილიყო სისტემის მამოძრავებელი, შექმნა მეცნიერთა საზოგადოება, მაგრამ სამწუხაროდ გადამწყვეტ მომენტში მაშინ მაინც პოეზია მიმძლავრა. გაიმარჯვა წმინდა აღმოსავლურმა ერთპიროვნულმა ნებამ, რამაც სიცოცხლე მოუსწრაფა მესამე ივერიას. დღეს ამით დავასრულოთ, მომავალ შეხვედრამდე. ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში.